ეს ყველაფერი დომინირებას ეხება. შენიშნეთ ბოლო დროს ეს უცნაური ფენომენი, რომ საზოგადოებრივ ლოცვებს ხედავთ. და როცა ვამბობ საზოგადოებრივ ლოცვებს, ვგულისხმობ ლოცვებს, რომლებიც შეიძლება არასაჯარო ადგილებშიც შეიძლებოდა ტარდებოდეს. მაგრამ ხდება ქუჩებში, შენობების გარეთ, ხმა მაღალი მეგაფონებით. ზოგი ადამიანი ნიუ-იორკში ამას ამჩნევს. და ეს ყველაფერი მოდის ერთი კონკრეტული რელიგიური ჯგუფისგან, რომლებიც ცდილობენ თავიანთი დომინანტობის დამტკიცებას ისევ და ისევ. და ისინი განაგრძობენ საზღვრების გადალახვას იმდენად, რამდენადაც შეუძლიათ. ეს ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო, მაგრამ ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ ამბავი, როგორ გამოვიდნენ ისლამისტების ჯგუფი და ლოცულობდნენ გოგონების სკოლის წინ, პატარა გოგონების სკოლის წინ, ნიუ-იორკში, მაშინ როცა მეჩეთი პირდაპირ გვერდითაა. რატომ აკეთებენ ამას? დომინანტობის გამო. და ამ მოვლენების, ამ მსახველი ვიდეომასალის რაოდენობა მართლაც თავბრუდამხვევია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება და მითიორში, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება და pushback-ში, მე ვარ მეირა კეი, თქვენი წამყვანი. დარწმუნდით რომ გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ეს ვიდეო თუ თქვენთვის საკმარისია და გსურთ წინააღმდეგობის გაწევა. ასე რომ ჩრდილოეთ ირლანდიაში ერთ მამაკაც აღაშფოთა ის რომ ორი ისლამისტი სპორტ დარბაზის გასახდელში ლოცულობდა და ისინი გააგდო. ეს მეჩეთი არ არის. აქ ლოცვა არ შეიძლება. გაეთრიეთ. ასე უნდა მოიქცეთ. მუსლიმურ ქვეყნებში ამას არავინ აკეთებს. ამას მხოლოდ დასავლეთში აკეთებენ, რათა თავიანთი უპირატესობა აჩვენონ. ეს მნიშვნელოვანია რომ გავიგოთ. ესეთი ვიდეოები არ არსებობს საუდის არაბეთში ან ყატარში, რადგან იქ ამას არასდროს გააკეთებდით. ამ ყველაფრის უკან რელიგიური мотиваცია დგას და ამას მალე განვიხილოთ. მოდი ვნახოთ. ჩვენ უბრალოდ ლოცულობთ აქ. არა, არ უნდა ლოცულობდეთ, ეს სალოცავი ოთახი არ არის, ეს გასახდელია. ადამიანები აქ შემოდიან და იცვლიან ტანსაცმელს. ეს სალოცავი ოთახი არ არის. არანაირად არ შეიძლება. კარგი, დავიწყოთ. ეს ჩვენი პრობლემა არ არის. ჩვენ არ ვჯერა რომ ეს სალოცავი ოთახია. კარგი, ბიკებო, მე არ ტანსაცმლის შესაძლებლად ვარ. ამ წეულ ხაპანს საყურებლად არ მოსულვარ, ბოდიში. ეს სრული სისულელია, ხო ასეა? Excuse me, can I get parsley? ეხლა უნდა ვთქვა, რომ თუ ვინმე სურს ილოცოს და არ სადავს ამის საშუალება, მე ამის წინააღმდეგი არ ვარ. პრობლემა არ მაქვს. საკითხი მაშინ ჩნდება, როცა საქმე ლოცვას აღარ ეხება და უფრო დომინირების დამტკიცებას ემსახურება. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ვიდეო ასეთ ვიდეოებს მიეკუთვნება. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ორი ადამიანი ამას განზრახ აკეთებს, რადგან როცა განზრახ აკეთებენ, უფრო ასე გამოიყურება. ამ შემთხვევაში. ქარბუქი. ის წერო გავიდე და ვილოცო. მე. ეს ყველაფერი, ეხა იცი რა არის ამაში დამაბნეველი. რადგან თუ შენ ხარ ადამიანი, რომელიც ამას გვერდიდან უყურებს და არ გესმის, რომ ეს არის მათი განზრახ ძალაუფლების დამკვიდრების ნაწილი, ამას შეხედავ და იტყვი, ვაუ, ეს მართლაც მისაბაძია. ეს არის კაცი, რომელიც იმდენად ერთგულია თავისი ყოველდღიური ლოცვის, რომ თუნდაც ქარბუქში მზად არის გარეთ გავიდეს და ილოცოს. და ეს სწორია. ეს მართლაც შთამბეჭდავის აქციელია. ერთადერთი რაც ამაშია ისაა, რომ ცოტა უცნაურია იმის ფიქრი, რომ გზადკეცილზე მანქანიდან გადმოსვა და ლოცვა მისაღებია. რას ნიშნავს ეს? როგორ გამოიყურება ეს სინამდვილეში? მოდი ვნახოთ ეს. ძმაო, მართლა არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ვცდილობ ტუალეტში შევიდე და ნახე აქ 12 კაცი ლოცულობს. ძმაო, რა ხდება? რა ხდება? 12 კაცი ახლა იქ ლოცულობს, ძმაო. რასაკეთებ, უბრალოდ სალოცავად მოვედი? სადი მანქანაში ილოცენ ქადაგებელთან ერთად. ეს მეჩეთი არ არის, ძმაო. რა გჭირთ ბიჭებო, ძმაო? ნახეთ, ჩემს ხელსაც დაარტყი, ძმაო. ეს მონსტრი არ არის, ძმაო. ხო. კარგი, ის ფაქტი, რომ არსებობს ისლამისტი პოლიციელები, თავისთავად შემაშფოთებელია, მაგრამ მინდა ამ ფენომენზე ვისაუბრო, რადგან ვფიქრობ საინტერესოა. ვფიქრობ, სწორედ ეს არის ის ზღვარი, რომელიც გვაიძულებს, რომ თავი უხერხულად ვიგრძნოთ ამ ყველაფრის ყურებისას. ანუ უბრალოდ ადამიანს ლოცვა სჭირდება, მიეცი უფლება ილოცოს და როგორც მორწმუნე ადამიანი ამას ძალიან ვგრძნობ. მინდა რომ ადამიანებს შეეძლოთ ილოცონ მაშინ, როცა ამის საჭიროება აქვთ. ვფიქრობ, სწორედ ასეთი ზღვარია, რომელზეც ისინი ცდილობენ დადგომას. ისინი ცდილობენ თავიანთი დომინანტობის დამტკიცებას, მაგრამ ამავე დროს ისე გაჩვენებენ, რომ თუ რამეს იტყვი, ან თავი უცნაურად იგრძენი, მაშინ თითქოს ისლამოფობი ხარ, ან რელიგიურ თავისუფლებებს არ აღიარებ. და ეს ძალიან უცნაური და უხერხული მდგომარეობაა, ხო ასეა? და რატო გაჩვენებთ თქვენ ამ ვიდეოებს პირველ რიგში? ამის მიზეზი ისაა, რომ როცა ეს ერთი ადამიანია, როცა ეს ბაზანია, ერთი ინჯუნასანია, როცა ეს ინჯუნასანის სივრცეში ხდება, გონია რომ უბრალოდ პატივისცემით უნდა მოეკიდო. ამ ადამიანს სურს ილოცოს. გარეთ ქარბუქია, ხო და ილოცოს. ამ ადამიანს ლოცვა სჭირდება, ის გასახდელშია. კარგი, მისთვის.
ეს ადამიანი აბაზანას ბლოკავს და მას ლოცვა სჭირდება, ის პოლიციელია. კარგი, რა უშავს. მოდი გავაკეთოთ ასე. მაგრამ რაც ხდება ისაა, რომ ისინი ასე იწყებენ და მერე ეს ესეთად იქცევა. ან ასე. და ალლაჰმა მიიღოს ჩვენგან და თქვენგან კეთილი საქმეები და ყოველ წელს თქვენს ან ეს. რამადანიდან ქადრის ღამემდე. ან ეს. წელი და ყოველ წელს და შენ. ან ეს. ხო ასე. ეს ყველაფერი ეხლა არ ვიცი თქვენგან რომელიმე თუ შეხედავდა ამას და იფიქრებდა რომ ეს ძალაუფლების დემონსტრაცია არ არის. ეს უცნაურია და საშიშია. არის ეს ხმამაღალი მეგაფონებიც, რაც უცნაურია. როგორც ვიცი, უმეტესობა ჩუმად ლოცულობს. და როცა ხმამაღლა ლოცულობენ, ეს შენობის შიგნით ხდება. მაგრამ მაინც დინამიკებით უნდა გააჟღერონ ეს, რომ ყველამ გაიგოს. ყველამ გაიგოს. გახსოვდეთ 500 წლის წინ დინამიკები არ არსებობდა. ამიტომ ვერ მეტყვით, რომ ეს 500 წლის წინაც ხდებოდა. ეს ახალი რამეა. და ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ყველამ გაიგოს, ეხლა ისლამისტური ლოცვა მიმდინარეობს. გახსოვდეთ, ეს არის დომინირება. ეხლა ეიმი მაგმა ეს გამოაქვეყნა. ისლამის კონგრესი იპყრობს შეერთებულ შტატებს ჰამასის მხარდამჭერ აქციაზე ლონდონში, დაუნინგ სტრიტის წინ. მუსლიმი ჯარისკაცები გაჩერდნენ მაგრიბის ლოცვისთვის. ნუ თუ გულუბრყვილოდ დასავლეთი საერთოდ აცნობიერებს, რომ მაგრიბის ლოცვა შეიცავს სურა ალ-ფათიჰას, რომელიც ყურანში ერთ-ერთი ყველაზე ანტიქრისტიანული და ანტიებრაული ტექსტია. გარდა ამისა, იცით, რომ ეს ისლამური ქუჩის ლოცვები სინამდვილეში კონფრონტაცია და განცხადება. მუსლიმები ამით ამტკიცებენ თავიანთ უპირატესობას და ირიბად ითხოვენ, რომ ყველა დანარჩენმა, ვინც ქუჩაზე გადაადგილებას აპირებს, მათ უნდა მოერგოს. ეს არის ძველი ისლამური დევიზის გამოვლინება, რომ ისლამმა უნდა იმძლავროს და არა თავად იყოს დაქვემდებარებული. ის ამყარებს დომინირებას. აუცილებელია, რომ საბოლოოდ ყველა დასავლური ქვეყნის ლიდერებს მოუწევთ გადაწყვიტონ, დაიცავენ საკუთარ კანონებსა და კულტურას, თუ ეტაპობრივად დაემორჩილებიან ისლამურ ნორმებსა და პრაქტიკებს, სანამ საბოლოოდ შარიათის სახელმწიფოება არ გადაიქცევია. მინდა რომ გახსოვდეთ, როგორ დაიწყო ეს ვიდეო, რადგან სწორედ ამ სტრატეგიას იყენებენ ისინი. ის იწყება იმით, რაც ჩვეულებრივ ქცევად გვეჩვენება. და თუ კარგი, ნორმალური, თანაგრძნობიანი ადამიანი ხარ, არაფერს ამბობ ამაზე. ფიქრობ, რომ ამ ადამიანს აქვს რელიგიური თავისუფლება. მაგრამ ყველაფერი ძალიან სწრაფად და დრამატულად ვითარდება და სანამ მიხვდები, უკვე აშკარად ამტკიცებენ თავიანთ უპირატესობას. და ეს არის პრობლემა, რადგან ისინი ეხებიან ჩვენში იმ ნაწილს, რომელსაც თავისუფლების, რელიგიური უფლებებისა და იმის სჯერა, რომ ადამიანებს შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც სურთ, და ძალიან სწრაფად. ყველაფერი ასე იცვლება. ეს სტრატეგია, ეს შემთხვევითობა არ არის. თქვენ არ უყურებთ ამას და არ გრძნობთ დისკომფორტს უმიზეზოდ, შემდეგ კი ზიზხს და ვერაცნობიერებთ ამ პროცესს. სწორედ ამისთვის არის ეს შექმნილი. და მე მაგალითად ამას წარმოუდგენლად პრობლემურად ვთვლი. როდის გადავდივართ თანაგრძნობიდან იმაზე გააზრებაზე, რომ ეს დაპყრობაა. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის.